ეს რომ ჩაწყობილია, ეს რომ სუსის დადგმულია, ის რომ გაიყიდა ყველა, რა თქმა უნდა, აქ ამაზე ყველაფერს თავი დაანებო. მიდიხარ პრეზიდენტის სასახლესთან და პრეზიდენტის სასახლესთან 5 კაცი ანგრევს კედელს. როგორ? ქუთაისში ვცხოვრობ, ხის მაქვს ყველაფერი ამ იმაზე და მეტრო ნახევარია სიმაღლე. ეზოში გადახედვა შეიძლება და ყველაფერი. არავითარი ტინის არაფერი არ მაქვს. 5 კი არა 20 კაცი ვერ მოანგრევს იმას. და პრეზიდენტის სასახლის ღობე როგორ მოანგრია 5 კაცმა. ანუ თუ ყველაფერია ჩაწყობილი არ არის, თუ ყველაფერია გაკიდული არ არის. გაკიდული თავიდან ბოლომდე. წინასწარ დადგმული, მოხეული და ყველაფერი გამზადებული. მზაგრობის თვალსაზრისით, მზაგრობის დაშტუკრავ. ბიძინა ივანიშვილს მას არ მოიდგინეთ თქვენ რომ რა სიტუაცია შექმნა საზოგადოებაში ვეღარ მიდიხარ უკვე აგერ მანქანაში დავჯექით და ნაცვლად იმისა რომ ლაპარაკობდით პოეზიის საღამოზე მივდივართ ამ სისულელეებზე ვლაპარაკობთ ყველგან გაითიშა ქვეყანა დაპირისპირდა ბადრის წინააღმდეგ ბიძინამ დააფინანსა სააკაშვილი რომ არ გამოჩენილიყო ივანიშვილი რომელიც ჩამოიყვანა ბიძინა ჩამოიყვანა შევარდნაძემ აქ ყველაფერი სიკეთეები რაც შეიძლებოდა გაუკეთა მე ძალიან კარგად ვიცი და მაგალითად შემიძლია მოვიყვანო აგერ ადგილიც ვიცი რომ მივდივართ მანქანაში ვზივართ ვაჟალორ ტკიფანიძე და მე და ესე იგი ურეკავს ვანო ჩხარტიშვილი და ეუბნება რომ აგერო ბატონი ბიძინა არისო ჩვენთანო და მოკლედ ყველაფერში გვეხმარებაო ესო ისო რაღაცა და ასე შემდგომ და რო დადო ყურმილი მე ვთხარი რომ ეს ჩხარტიშვილთან რა უნდა მეთქი ბიძინა ივანიშვილის მაშინ გამიჩნდა პირველი ის შევარდნაძემო ჩხარტიშვილი მიამაგრა ბიძინა ივანიშვილის მანქანაში რო ვზივარ ეს ვიზი ამბობთ ხა ეს ვინ ხო პატრი პატარკაშვილი ვზივართ მანქანაში ვიღაც ურეკავს ხოდა რომ ურეკავს აიღო ყურმილი ლაპარაკეს ქართულად რუსულად რაღაც გადაძახეს მე მგონი ფრანგულად რაღაც ეს მაშინ საფრანგეთში იყო კი ბატონო ბიძინა და ეს მეუბნებ რო დადო ყურმილი ვიციო ვინ დამირეკავდა ბორიამო და ვინა ბორია მეთქი ბორია არისო ივანიშვილიო და მე აი ნახაო მითხრა გავა გარკვეული პერიოდიო ჩემს მოსაწინააღმდეგო გოთხავ ჩამოყვანილი და იმაზეო და გავა გარკვეული პერიოდი და მე ხო ყველაფერს ხმამაღლა ვამბობო რასაც ვაკეთებო ისო ხო ყველაფერი ჩუმად აკეთებსო იმისი ჩუმად უფრო გახმაურდება ვიდრე ჩემიო იმაც სხვა გზა აირჩიეს მე მიპირისპირდებიან აი საუბარი შემოგანაში მე ყველაფერს ძალიან კარგად ვხედავ ესე იგი ბიძინა ივანიშვილმა რომ დაგიძახოს ეხლა გითხრას თქვენ ხო არ მიდით იქ მიიწვიეს სახალხო გრების წარმომადგენლები მე არ წავედი არც ვიყავი მიწვეული ამას ხმამაღლა ვამბობ მე და ბურჯანაც გარდა ყველა მიიწვია და იმიტომ რომ პოლიტიკოსები არ უნდა ვითომ და რა და ყველამ და მე ბოლოს დამთავრდა ეს შეხვედრა ეკითხება ნონა გაფრინდაშვილს რომ რა აზრის ხარ თემურ შაშიაშვილზეო ნონა გაფრინდაშვილმა რა პასუხიც გამცა ჩემი ცხოვრება ამისთვის ღირდა ნონა გაფრინდაშვილი პასუხობს როგორც საკუთარ თავს ისე ვენდობიო არ არის ჩემთვის ბედნიერება ეს ჩემთვის ნონას არ თქვენზე ამას ბევრი ამბობს ბატონო ჩემთვის ეს ნონას არ უთქვამს ეს მითხრა გია ბურჯანაძემ ამ უღირსეულესმა კაცმა რომელმაც დეპუტატობაზე უთხრა მაშინ უარი იმიტომ რომ ღირსეული კაცი იყო ჯაჭვლიანი აცხონოს ბერთმა ის მოჭიდავე კიდე დაეთარხმენ ამან უთხრა ჩემი საქმე თეატრიაო მე რა მინდაო რა დეპუტატი რის დეპუტატიო და რატო უნდა წავიდეო და ყველაფერი და აი სწორი გზა აირჩიო და იმიტოა ის დიდი კაცი მე ის მითხრა გია ბურჯანაძემ რომ ასე იყოო იქო მე მივედი და ნონა გაფრინდაშვილს ვეუბნები რომ ეს ასე იყო და დიდი მადლობა მეთქი მითხრა მე ვთქვიო ისო რასაც ვფიქრობო შენ აუცილებლად ამ დღეებში დაგირებში ამორიცხულია მე ვთხარი მე არ შევხვდები რატოო და ეს სხვა სტილის კაცია მეთქი ეს ახლოს რომ იგიყვანს კაცმა არ იცის მოგახჭობს მეთქი ეს ფულზეა ორიენტირებული ეს შორს დგობს ვერაფერს ვერ უზამს ვინც ახლოს მივა ან მონად უნდა იქცეს ან მოახჭობს მეთქი მე არც მონობა მინდა და არც დახჭობა მინდა მეთქი ასე ყოჩახ და მე დავამატებ რომ მართლა აგენ მე და ნიკა და ბევრჯერ სადაც ყოფილვართ თქვენზე ჩამოვარდება საუბარი ყველა ამბობს რომ უწესიერესი კაცი აგერ აშლან აბაშიძე მილიარდერი გახდა და იმით რომ რეგიონის გუბერნატორი თუ რაც იყო და თქვენ კიდევ მამა პაპისეულის სახლი გაქვთ ისევ მე მგონი და მეტი ანუ რამხელა რაღაც შეგეძლოთ ერთი მამა პაპისეულის სახლი მაქვს და იგიც ბიძინას დროს დამიყადაღეს სააკაშვილმა ვერ გაბედეს არ გააკეთა არის კადრა არ გააკეთა ისინი ბიძინა ივანიშვილის დროს დამიყადაღეს რა აი თქვენ არ ეჭობთ იმაზე რომ მანდა მაინც 4-ში რატო დაემთხვა ეს ღონისძიება ეს ხო აბსურდი იყო 4-ში იმის დანიშნა რაც უნდა დანიშნოს ეს რო დანიშნულიყო 5-ში შეიძლებოდა დღეს ბიძინა ივანიშვილი მართლა არ ყოფილიყო და ბიძინა ივანიშვილის იმაზე კი არ არის მე გეუბნები რომ უამრავი ადამიანი გამოსულიყო ქუჩაში იმიტომ რომ მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა რახეთ როგორი ტექნიკა გამოიყენა ბიძინა ივანიშვილი არჩევნებს ვერ მოიგებდა გაყალბების გარეშე
ამიტომ მას რა ჭირდებოდა? პირველი აღიარება გაუკეთეს იმ პარტიებმა, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა და გაკიდეს ქვეყანა, შეკაი ადამიანიშვილი, ხაზარაძე და გახარია როხარ და სხვა ვინმე კიდე. შენ თუ გინდოდა პარლამენტში შესვლა 58% გქონდათ, მაშინ რომ მიიღეთ შესულიყავით. ხო ხედავ რა თქმა უნდა, მაშინ არ შედი, მე რო შედი. ახლა რაღაც სვლა. ეხლა როგორ რაც არ უნდა მიმტკიცო რომ არაფერი აგიღია, შეგაშინათ ვიღაცა. ანუ ბიძინა ივანიშვილმა ერთი ჯგუფი ასე მოწამლა, მაგრამ საჭირო იყო მაინც გაყალბება რომ მომختارიყო. აი პირველ დღეს უნდა ყოფილიყო შიში როდის ეკნებოდა ბიძინა ივანიშვილს 4-ში არ გაეყალბებია რომ 5-ში ქვეყანა არ გამოსულიყო. ამად 4-ში დანიშნეს ეს ყველაფერი და შეხედეთ არჩევნების წინ რატო ხდება ეს საქართველოს სკოლის არჩევნების წინ თურმე სადღაც იარაღების საცავი აღმოაჩინეს. თურმე ვიღაცა ტელევიზია არის ყველაფერი ტყუილი შევარდნაძის დროს მომისმენია და შევარდნაძე არ ეთანხმებოდა ამას და ამბობდა რა ასაკეთებდა აგერ არის ხაბუძანია და ისინი რომ შემოიტანდნენ ამ წინააღმდეგებს და ერთხელ ჟვანიამაც კიდე რა და არავო კაცო ესო როგორ შეიძლება ეგეთი რამეო და აი მუდმივად ხდება არჩევნების ეთქობა აპრობირებული რაღაც არის. აპრობირებული მეთოდია ეს არა მარტო ამიტომ შეხედე როგორი კარგად გააკეთა ერთი ჯგუფის მოიყვანა და უცხეცეუნება მე არა ვარ ერთპარტიული ხედავ 12 პარტია იღებს მონაწილეობას. კი ბატონო. ამიტომ იმათთან გაიმართლა თავი. მეორე ნაწილზე რა გააკეთა? მეორე ნაწილზე რო 5-ში არ აწყობდა ეს 4-ში დაანიშნიეს ესენი ყველაფერი. ერთი კვირით ადრე გამოუშვა ციხიდან კაცი. მეკითხები სხვა რატო არ გამოვიშვით ციხიდან? რატო გამოვიშვით? მანდა მაინც რა გვარია ეს ზოდელავა რატო გამოვიდა? ყველა ხო ერთნაირ რამესთვის იყო დაჭერილი. გამოვიდა ერთი კვირით ადრე. მიკარნახა რომ რაღაც უბედურება მოხდებოდა და თავდგირიძე გიორგი წესიერი კაცია. მოვიწვიეთ ის და ვეუბნებით პირდაპირ იმაში რომ თანაც დიხამინჯიასთან ერთად დიხამინჯია უწესიერესი კაცი. მოვიწვიეთ და ვეუბნებით სისულელეებს აკეთებთ ხალხო. ნუ აკეთებთ ამას. მე მას ვეუბნებოდი კი მაგრამ რო გამოდის ეს პაატა ბრუჭულაძე და იძახი ჩვენ ის მაინც მითხარით ვინ არის ეს ჩვენ და მეორე მითხარით ის რა უნდა არა იქ ყველაფერი იქნება ჩვენი ქვართ ამისის ეხლა თქვენ კაი ადამიანიშვილებო ეს სისულელე დეკლარაცია რო წაგიკითხათ სისულელე დეკლარაცია პირველივე წინააღმდეგებიდან არა ქართულად ჩამოყალიბებული აეგერძის მოქართული კაცი და ერთი ნახეთ რომ ის თუ დაწერილი არის ქართული ენით რა დეკლარაცია წაიკითხეს იმ დეკლარაცია რო წაგიკითხა და გეუბნებიან ვიღებთო ერთი კაცი ხო უნდა გამოჩენილიყო რომელიც იგმირებდა რომ არა მე ვეთყოდი იმას არ შეიძლება იქეთ წასვლა მაინც წავიდოდნენ ისინი მე გავხდებოდი გმირი მაგრამ მე ყალბი გმირობა არ მინდა გეცო ისინი იმას ვერ გააჩერებდი იმ დროს ბიძინა ივანიშვილის და სუსის დაგეგმილი იყო ასე მე ვერ შევწყვიდი ამას